თბილისიდან გავდივართ კახეთისკენ და გზად შეხვდა რესტორანი მაგნოლია, რომელზეც სხვათა შორის არაერთხელ გვწერდნენ, რომ საკმაოდ დიდი და პოპულარული რესტორანია და ერთხელ მაინც გვაჩვენეთ სამზარეულოში რა ხდება და აგერ დღეს გაჩვენებთ. სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთხელ მოვტყოვდი, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი, რომ აი ასეთი სასიამოვნო სიტუაცია დამხვდებოდა. ყველაფერი არის იმდენად მოწესრიგებული, პირველი აი ხედვით, რასაც ვუყურებ, რომ აი ვარ აღფრთოვანებული. მუშა პროცესში აბსოლუტურად მესმის, რომ შეიძლება კედლებიც დაისვაროს, მაგიდებიც დაისვაროს, მაგრამ აი საერთო ჯამში, როდესაც უყურებ, რომ აი არის, ანუ როგორ გითხრათ, აი ყნოსვით ვგრძნობს სისუფთავეს და ეს ობიექტი, მინდა ვთქვა, რომ აი იატაკი, კედლები, ჭერი ნამდვილად კარგია. შევზარეული ვინ არის? შობლებაშია. აი ეს არის კრიტიკული შესაბამობა. ხალბატონო ეტყობა არ ყოფნით და აი ნახეთ, აი მე ხო არ ვიგონებ, შეხედეთ. აი ყველაფერი ნახეთ, როგორი კედლები გაქვთ, როგორი უჟანგავი მაგიდები გაქვთ, იდეალური. გამწოვიც იდეალურია, მაგრამ ეს კონდენსატი ეს არ არის იდეალური. ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა სამწუხაროდ. დაფები ნახეთ, როგორი გაწკრიალებულია. კარტოფილიც კი გარეცხილია. აი ნახეთ, რაც ძალიან მომწონს. გასუფთავებული კარტოფილი არის შემოტანილი სამზარეულოში. ანუ ჭუჭყი გარედან სამზარეულოში არ ხვდება. აი ეს არის ზუსტად ჰასპის პრინციპები და ამ ობიექტზე ჰასპის პრინციპები, რასაც ვუყურებ, გამწოს თუ არ ჩავთვლით, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა ნამდვილად მუშაობს. ზედაპირები, ნახეთ, აი ყველა როგორ არის, ყველაფერი აბსოლუტურად ჩაწიწიკებული, ნახეთ, აი ყველაფერი მომწონს აბსოლუტურად. მაცივარში კონტროლი მიმდინარეობს, ნახეთ, ტემპერატურული რეჟიმის, ეს არ არის ჰერმეტულად დახურული, ბადები უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერზე მინიშნებული და თავღია არ უნდა იყოს არაფერი, იმიტომ რომ ზევიდან ჩვენი საშიშროება არის ძალიან დიდი, ყველაფერზე უნდა იყოს გადაკრული პარკები. აი ეს ყველაფერი ზევიდან არის დაყრილი. ნახეთ და კოროზია არის აღმოსაფხვრელი აუცილებლად. თუმცა აი ყველაფერი კონტეინერში არის, ბადები ყველაფერს არ აწერია სამწუხაროდ. ჭერი იდეალურად სუფთა არის, ნახეთ, აი გაწკრიალებულია, კედლებიც გაწკრიალებულია. ნახეთ, აი ცომის გასაფრთხელებელიც სუფთა არის, გაწკრიალებული და ბოლო სტანდარტის არის გათვალისწინებული. აი ეს შრომის ინსპექციიდან გამომდინარე, უნდა იყოს სპეციალურად ხელის დასაცავი, რომ მომსახურე პერსონალმა, ვინც უშუალოდ აკეთებს, მზარეულმა ხელი არ დაიზიანოს. მაგნოლიას ეზო ბაღს უფრო გავს, ნახეთ როგორი აყვავებული ლამაზი, ყვავილებით მოსხმული ხეებია. ეს არის კუპეები, გვესმის ხმები, მამაკაცების კეიფობენ, რა თქმა უნდა და ხელს არ შეუშლით. უბრალოდ ვხედავთ ნუმერაციას, პირველი, მეორე, მესამე კუპე. აქ არის ასევე მაგიდები, ეს არის ღია სივრცე და ნახეთ როგორი საყვარელი საქანელა. მომწონს ძალიან, სუფთად არის ყველაფერი, კარგად მოფიქრებული. აი ნახეთ როგორი საინტერესო კომპოზიცია, ნეტა ხე არის თუ არა. არა, ეს არის თიხისგან ხელოვნურად გაკეთებული დეკორაცია, რომელიც უზარმაზარ მუხის ხეს გავს. კამერა მაცივარში რა ხდება, შიგნით არ შევალ, აქედან შევიხედავ და ეს ნაგავი არ უნდა იყოს, აი ეს უნდა იწმინდებოდეს. ხანდახან მაინც უნდა გამორთონ და გაწმინდონ. ეს ახალი ხორცი არის, ყველაფერი აბსოლუტურად გადაკრულია, მაგრამ ჰერმეტულად უნდა იყოს, ყველაფერი გასაციებლად არის შემოტანილი. როდესაც პროდუქტს აიღებენ, აუცილებლად თავზე უნდა დაახურონ. ბევრი პროდუქციის ბრუნვა აქვს და აი ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ სწორად დახურვა და სწორად პროდუქტის მოვლა ვერ ხერხდება. თუმცა აი აბსოლუტურად ყველაფერი ახალია, აბსოლუტურად ყველაფერი საუკეთესო ხარისხის არის. გაწკრიალებული მაცივარი ჩაწიკწიკებული თევზეული მაცივარი არის აი თერმომეტრით, ყველაფრით აბსოლუტურად მაცივარი არის მოწესრიგებული. აქ რა მდგომარეობაა ვნახოთ. აი ეს არის კონდენსატი. ეს არის კონდენსატი და აქაც ნახეთ, აი ხალბატონო, ნახეთ ზევიდან ჩამოვარდნილი კონდენსატი. ყველაფერი წვეთავს და ეს ღია არ უნდა დატოვოთ არავითარ შემთხვევაში. გაიხსნა, კი ბეტონო, გაიხსნა და აი აქაც მაცივარი გაქვთ, გათიშული გასალღობათ. აქ რა გაქვთ?
პილმენები როდინდელია? როდინდელია? 25.08. კი ბატონო. მაგრამ ამას რო ალღობთ, იმას რო გაალღობთ, მე მისი გამოყენება უკვე ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. თუ კი საყინულია, მაშინ პროდუქცია წესრიგშია, მაგრამ კონდენსატი არ უნდა წვეთავდეს და ზევით აი ეს ყინვა ყველაფერი მესმის, იმიტომა გამრთული რომ უნდა გაირეცხოს. პრინციპში გამრთულიც არ არის. ეს მაცივარიც მოწესრიგებულია. ვადები ყველგან არის აბსოლუტურად დაწერილი, სუფთა არის გაწკრიალებული, ეს მაცივარი მომწონს, ოღონ აი ამგეს მიმიქციეთ ყურადღება და ეტყობა ზევით რაღაცეებს მიწყობთ. ნახეთ, ეს რა არის? ეს რა არის? აი ამას რო გაწმინდავთ, ესეც უნდა გაიწმინდოს აუცილებლად. კმაყოფილი მადონა დიდი ხანია არ გვინახავს და დღეს მაგნოლიაში მგონი ჯერჯერობით ყველაფერი მოსწონს. ჩვენ კი ვამოწმეთ სველ წერტილებს. შევდივართ, აბა ვნახოთ, ეს არის გარე სივრცის ტუალეტები. ელემენტარულად ხელი რო დაიბანო, აი, უნდა იცოდე, როგორი პირობებია. არის თუ არა საპონი, კი ბატონო, არის, აი ესეთი საპნის ქაფი, არის ასევე ერთჯერადი ხელსახოცი და მოდით შევიხედოთ კაბინებში, აი ესეთი კაბინებია, არის სუფთა ნამდვილად ვაღიარებთ, რომ სუფთა, მოწესრიგებული, არანაირი სუნი, ესეთი არასასიამოვნო, არის განრიგი, სადაც ინიშნება, როდის მუშაობს დამლაგებელი და ასე შემდეგ. მოკლედ, კი არის რაღაცა ეზოს ტუალეტი თითქოს, მაგრამ ამავდროულად ძალიან სუფთა და მოწესრიგებული. რესტორნის სამზარეულოს შესასვლელთან დგავარ და უბრალოდ შევნიშნე, ნახეთ, ტელეფონებს პერსონალი ტოვებს აი აქ, სპეციალურ ყუთებში, ყველას თავისი აქვს, აი ესეთი ადგილი და სადაც ინახება ტელეფონები. ანუ ტელეფონებით არ მუშაობენ და ეს ძალიან კარგია და მოსაწონია და მე მომწონს, რომ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. აქ ხდება მწვადის მომზადება და ხორცის დასამუშავებელი ადგილი. მაცივარი გამოსაწმენდია, ეს ორი მაცივარი ისე თუ ასე სუფთაა. მაყალია, მაყალთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ? აქ კიდე ერთი, ვაიმე, რამხელა რესტორანია. აქ გაწკრიალებულია ყველაფერი, მაცივარი სუფთაა. ნახეთ? აი როგორაა ჩაწიკწიკებული. აი ეს მომწონს, აი ამას, აი მეც ხო არაფერს არ ვითხოვთ. ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ სისუფთავეს. ეს არის თვითონ მომსახურე პერსონალზე დამოკიდებული. შეხედეთ, აი აქ მუშაობს მამაკაცი. ეს არის მამაკაცის მაცივარი, არა მამაკაცის. ეს არის მზარეულის მაცივარია. ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე. ერთი კითხვა მაქვს, მაცივარს თქვენ ესუფთავებთ? თქვენ ესუფთავებთ. თქვენ ადგილს უვლით თქვენ? რა თქმა უნდა. ზარეულის მოვალეობა არის. ქეთს ვიხრით თქვენ წინაშე. აი ქეთს ვიხრით თქვენ წინაშე. რასაც აი ხედავ, ნამდვილად აი ღირსეული ადამიანი ხართ და ნამდვილად პატივსცემთ მომხმარებელს. ეს არის ხორცის დასამუშავებელი ადგილი. ეხლა აქ ცოტა თავს შევიკავებ, ჯგუფს არ შემოვიყვან. გარედანვე გადავიღებთ ესე თავსაბურავი არ მახურია და ამიტომ არ მინდა იმდენათაა პროდუქტი გაშლილი, რომ ვერანაირად ვერ შევალ შიგნით. ძალიან მომწონს და სწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც ხორცისთვის სპეციალური ადგილი არის გამოყოფილი. ხორცისთვის ასეც უნდა იყოს. ხორცი განსაკუთრებულად სათითვიპრელ პროდუქტია. უსაბუთო ხორცი რატო გაქვთ ობიექტს? საბუთი გვაქვს კი. არ ვერ გექნებათ, ხორცი არაა დადამღული, რითი ამტკიცებთ რომ ამისია. აი ერთი ბეჭედი 4 კიდური აქვს, გაუჭრელია და 4-ვე კიდური კამერი დავათვალიეროთ. 1 2 და შევატრიალოთ, ერეკლე შემოდი. აი გარედან გადაიღე, ხელს ჩავწევ 3 და 4. ერთი ბეჭედი მაჩვენეთ და დამიფკიცეთ, რომ აი ხბოს ხორცის საბუთი მაჩვენეთ. ნუ აქ ისე თუ ასე რაღაცას აი ბეჭდის ყავს, აი აგერ ვუყურებ. და კარგი, ამას მივიღებ როგორც ბეჭედს, მაგრამ აქ ბეჭდის ნატამალიც არ არის. ეს არის უსაბუთო ხორცი, რომელიც კანონმდებლობით ექვემდებარება ჩამორთმევას, დალუქვას, განადგურებას და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეს უნდა გააკეთოს წესით და რიგით.
დღეს დავაკმაყოფილეთ ჩვენი მაყურებლის ინტერესი თუ რა ხდება რესტორან მაგნოლიაში, რომელიც კახეთის გზატკეცილზეა, თბილისიდან გასასვლელია კახეთისკენ და გზად აუცილებლად შეხვდებათ ეს რესტორანი. დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი სტუმარი ყავთ და ეგრეთ წოდებული გარაჯკაა სამზარეულოში, მაგრამ ამის მიუხედავად ძირითადად მაინც ობიექტი არის მოწესრიგებული და ნამდვილად შეგვიძლია ამ ობიექტს სისუფთავის მხრივ რეკომენდაცია გავუწიოთ. მაშინ ასე ჩვენ ვართ რესტორან მაგნოლიაში.